სინდისის პატიმრების პროცესები გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში 8 პირის საქმის განხილვა იწყება. დღესაც სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან. გასასჯელის სკამზე პროევროპულ აქციებზე დაკავებული ზვია ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი და ნიკოლოზ ჯავახიშვილი არიან, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. რამდენიმე საათში კი სინდისის კიდევ ერთი პატიმრის დავით ხომერიკის პროცესი უნდა განახლდეს, მას ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავებიან. სხდომები სასამართლოში კვლავ ახალი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობს. მედიას არ აქვს ვიდეო და ფოტო გადაღების, ასევე ხმის ჩაწერის უფლება. ქეთი ნადიბაიძე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვრცლად პროცესებზე, ის მოგლუყოფა. 8 დემონსტრანტის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პოლიციელებს გამოკითხავენ, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად მათი ვინაობა ჩვენთვის ცნობილი არ არის. ცოტა ხანში დაიწყება ეს სხდომა და შევიტყობთ ამის შესახებ. ცოტა ხნის წინ ჩვენთან ინტერვიუში ბრალდებულების ადვოკატებმა ივარაუდეს, რომ საერთო ჯამში ბრალდების მხარეს საკუთარი მტკიცებულებების გამოსაკვლევად და წარმოსადგენად ვადა დასჭირდება დაახლოებით თვის ბოლომდე და უკვე აგვისტოდან ჯერი იქნება დაცვის მხარეზე, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მტკიცებულებები, რისთვისაც, როგორც ამბობენ, მინიმუმ 1 თვე დასჭირდებათ, თუმცა დარწმუნებულები არიან იმაში, რომ სასამართლო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არ ამოეწუროთ ბრალდებულებს და ისინი ციხის გარეთ არ აღმოჩნდნენ, რადგან 9 თვიანი მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლო ვალდებული არის, რომ ბრალდებულები გაუშვას და ისე გაგრძელდეს საქმეების განხილვა. ბრალდებულების ოჯახის წევრებსაც აქვთ ეს მოლოდინი, რომ სასამართლო იჩქარებს განაჩენის გამოტანას, სანამ ეს 9 თვიანი ვადა ამოიწურება. ზოგიერთი ბრალდებული შემთხვევაში ვადა გადის აგვისტოს ბოლოს, ზოგი შემთხვევაში სექტემბრის პირველ რიცხვებში. ამ საქმეს უძღვება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელსაც სინდისის ერთი პატიმრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და იდენტური შინაარსის გადაწყვეტილებების მოლოდინში არიან ამ 8 ბრალდებულის ოჯახების წევრებიც. პროკურორები ვერაფერს ვერ ამტკიცებენ. მე პროკურორებს უფრო უბრაზდები. იმიტომ რომ რატო ლაპარაკობ ამდენ ტყუილს შენ პროკურორი, რა გინდა რომ დაამტკიცო? ესეთი რამე რომ პროტესტი იყო ქვეყანაში, არ მახსოვს მე არც ერთ ხელისუფლების დროს რომ პროტესტანტები მერე როდისღაცა მოვიდნენ და დაიჭირეს შენი სახე ვიცანით, შენი ქვა აიღე და ისროლე. აი ეს არის სისულელე უკვე. ყველა იქნება გამამტყუნებელი. აი ესე გამოვა, ცალცალკე იტყვიან, არ იტყვიან ცალცალკე, სამივეს დაასახელებს ერთად ალბათ და იტყვის ამდენი და დანარჩენს 5-ს ამდენი, იმიტომ რომ ყველას აქვს ერთნაირი წელი, ასე 4-დან 6-მდე თავიდან გვეგონა რომ თამარ მჭედლიშვილი იყო დამოუკიდებელი მოსამართლე, მაგრამ ალბათ ესეც არის ამათგან დაწერილი აქვს ამასაც და ძალიან ცუდი. მორიგ სპექტაკლზე ვარ დღეს მოსული, რო გითხრათ რომ ეხლა რამე მოლოდინი მაქვს, ნამდვილად არანაირი, რადგან წინა სასამართლო პროცესზე განვიხილავდით 156,000 ურნის ზიანს და მთელმა დარბაზმა სიცილი დავიწყეთ და გაგვაჩუმა ქალბატონმა თამარმა. ისედაც აბსურდია და რადგან აბსურდია, ალბათ ამ აბსურდს ბოლომდე მიიყვანეს. ისე ვართ არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოგლების ეტაპზე. დღეს სავარაუდოდ იქნება ეგრეთ წოდებული დაზარალებული პოლიციელების ასე ვთქვათ დაგითხვა ისევ მოიყვანს ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე მოძმედ, ან შეიძლება იყოს გამომწებლები ან რომელიმე ექსპერტი, თუმცა ძინა სხდომაზე ჩვენ სრულად გამოვაკლიათ წერილობითი მტკიცებულებები, დოკუმენტაციები, რა თქმა უნდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე არის საუბარი. რამდენიმე წუთში დაიწყება 8 დემონსტრანტის ერთობლივი საქმის სხდომა. როგორც გითხარით, დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან და მათ შორის ჩვენი ინფორმაციით ესენი იქნებიან ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები. დღესვე რამდენიმე საათში დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი დემონსტრანტის დავით ხომერიკის საქმის განხილვაც, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მას ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის ქონას ედავებიან.